ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა დადგა ინფორმატორის მეოთხე გამოშვების დრო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავიგებთ თუ რითი იყოს საინტერესო გასული კვირა ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისთვის. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი კომპანია ყაზბეგთან და ლაილაისთან ერთად. თქვენთან ერთად მეც კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვნახავ ინფორმატორის სპეციალურს ლონდონიდან და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ქეთი მელუა, რომელიც ინგლისში მოღვაწეობს, სულ მალე შესაძლოა დიდი ბრიტანეთის აღმოჩენა დაღიარონ. რა რეაქცია ქონდა, როდესაც პირველი სინგლი მოხდა ჩარტში? აუ, მაგრად გამიკვირდა, ვაფშე არ მელოდა მასეთი. ვინ გითხრა პირველად მაიკლმა? ხო, მაიკლმა მითხრა, გაიგო მაიკლმა და დამირეკა. დაგერეკა ღამეს არში ალბათ და მოხდი ჩარტში ვარ. გამენიერება. და ხო, დამირეკა და მითხრა ისა გამოიცანე სად ვართ ჩარტში, სადაც მოთხრა არ ვიცი 1.40. არა, ცოტა ზევით. არ ვიცი, ალბათ 10 არ იქნება მეუბრეულებდი. არა 10 ვარ და ეთქე ვა 10 უკვე სტინგი, კრისტინა აგულერა დაიდო. ძალიან გამიხარდა. ერთი შეხედვით ძალიან უბრალო, მოკრძალებული ახალგაზრდა გოგონა შესაძლოა სულ მალე დიდი ბრიტანეთის აღმოჩენადაც გიქცეს. ამას ჩვენ არა, ინგლისელი ექსპერტები აცხადებენ, რომელთა აზრითაც შესაძლოა ქეთის სადებიუტო ალბომი მომავალ კვირას სათავეში ჩაუდგეს ჰიტ-ალბომს. პოლიტიკითა და ისტორიით დაინტერესებულ ქეთის ვერც კი წარმოედგინა, რომ მომღერალი გახდებოდა. თუმცა მუსიკის სიყვარულს ის ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში ეზიარა, ჯერ კიდევ საქართველოში. რაც 8 წლის ვიყავი, დავიწყე სიმღერა და ისე საქართველოში დავიწყე სიმღერა, პირველი მასწავლებელი მყავდა. ერქვა მზია ღამბაშიძე და თავადაც რომ არ გამხდარიყო მომღერალი, მისი თქმით ის სხვებს მაინც დაუწერდა სიმღერებს. იმიტომ რომ ძალიან მე მაინტერესებდა მაგ პოლიტიკოსობა და ისე სკოლაში როცა დავდიოდი, მაგრამ ისე რეალისტიკურად ალბათ უფრო თუ მომღერალი არ ყოფილიყავი, ალბათ სიმღერებს დავწერდი რაღაც სხვა მომღერალისთვის, ამისეთი რაღაცა. მას შემდეგ, რაც ქეთიმ თავისი სადებიუტო ალბომი გამოუშვა, მაშინვე მოექცა ყურადღების ქვეშ და არაერთ კონცერტშიც მიიღო მონაწილეობა. როგორც გითხრა, მას ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს სცენაზე დგომა, როცა ხედავს აღფრთოვანებული მაყურებლის სახეს. ძალიან ჯერას, რომ ყველაზე მთავარი არის, რომ შენი მუსიკა იყოს. შენთვის ყველაზე მთავარი რაღაც, აი გულში მე და იქის მუსიკა და ძალიან მომწონს მუსიკა და უნდა გააკეთო, უნდა გინდოდეს ეს მუსიკისთვის და იმიტომ არ დაგიდეს უფრო ბევრი ფული გეკნება ან ლამაზად ხო, მაგრამ ყველაზე მთავარი არის მუსიკა უნდა გიყვარდეს და ორიგინალური უნდა იყოს როგორ მუსიკას აკეთებ და როგორ მუსიკას წერ. ქეთი 29 თებერვალს თავის პირველ ბრიტანულ ტურნეს იწყებს. 12 კონცერტისგან შემდგარი წარმოდგენების სერია დუბლინში დაიწყება. ამის შემდეგ მომღერალი ეწევა გლაზგოს, იორკს, ლივერპულს, მანჩესტერს, ბრისტოლსა და კიდევ რამდენიმე ქალაქს. ქეთის უახლოეს გეგმებში რა თქმა უნდა კიდევ ერთი ახალი ალბომის გამოშვება შედის. საქართველოში მე ყოველ წელს ჩავდივარ ზაფხულს, მაგრამ 1-2 წელი უკვე რაც არ ვიყავი და ეხლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა გიждები ქართულ ისა ძველებურ სიმღერას, აი ხომ მაგალითად ну ხომ იცი აი როგორი ბევრი ხმები რომ ღერიან და ქართული ცეკვა ხო რა თქმა უნდა ხო ფოლკლორი მაგარი მუსიკა და მინდა ესე რაღაცა მაგი გავაკეთო ჩემი ძალიან საინტერესო. მანამდე კი ქეთი მელუა პირველი ტურნესათვის ემზადება და მუდმივად თან დააქვს თავისი გიტარა, რომელიც ჩვენთან შეხვედრის დროსაც კი აუცილებელ ატრიბუტად იქცა. Between penguins and cats, but it's not about what animal you've got. It's about being able to fly. It's about dying on time. ნახვამდის.
ნატო გელაშვილმა თავის ახალ ვიდეოკლიპში ბევრ ქართულ ოჯახს თუ ცნობილ ადამიანს მოუყარა თავი. კლიპის პრემიერა, რომელსაც ასე ჰქვია თენდება, სწორედ ამ კვირაში შედგა. ხელი შემოქმედებით ის შესახებ დიდი მადლობა გადაუხადოთ და თქვენთან ერთად აღვნიშნოთ. აბა ნატო საკმაოდ დილამ შვიდობისა მსხივები გვაჩუქა დილამ შვიდობისა გვისურვა და დაგშურდა დღეიწყება ახალი ღამე უკვე დასრულდა დაგრძელდება სიცოცხლე ამ ლამაზი ფერებით მზისხივებმა მავსო თვალს მომად გაწრევლები დილამ შვიდობისა რა ლამაზა თენდები მოდი შემომხვიე ხელები ეხელები სიყვარულის მსნელები დილამ შვიდობისა რა ლამაზა თენდები ამალიო შენთან ერთად შევხვდები ჩვენ მთელი ოჯახით ვიღებით მონაწილეობას ამ კლიპში. ძალიან თბილი და ლამაზი კლიპია, სასაცილოც არის. ძალიან მესიამონა, ალბათ მაინც ის რაღაცა დედის გულია ალბათ, რომ რაღაც ჩემი მარიკო რო დავინახე, ახლა ძალიან გამიხარდა და ეს არის სიმღერა ჩვენი მომავლის დილაზე, რომელიც შეიძლება ოდესღაც გათენდეს ჩვენთან მართლაც და ესეთი ბედნიერები შევხვდეთ ერთმანეთს, კეთილი ღიმილით. როგორც ეს იყოს ალალი, იმ ნამდვილი ბედნიერებიდან გამომდინარე ღიმილი, რაც ამ კლიპში დეს და რაც ამ სიმღერაში. კლიპის გადაღების დროს როგორ ერთობოდა ლელა და ასე შემდეგ. ეს იგი იქნებათ მონსტრის იმიჯი, მაგდა კიდევ ვიღაცა სულ მალე რონდო ახალ კლიპს შემოგთავაზებს, რომელიც დათო იმედაშვილმა გადაიღო და რომელსაც ასე ჰქვია მოდი. დატვირთვა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური ეფექტის თვალსაზრისით. გოგოები არიან გალიაში, შედის მათი ფანები და ახლობით ასია, ან თავისუფლებით მათ იმართება დიდი კონცერტი. აი ეს არის. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვნახოთ მაყურებელი როგორ მიიღოს. მე ფიქრობ ჩვენ შემოქმედებას კიდევ ერთი ლამაზი ვიდეო რგოლი შეემატა. დათომ გააკეთა ის, რაც გვინდოდა. მე პირადად ძალიან მიხარია მასთან რომ მოგვიწია მუშაობა. სხვათა შორის აღნიშნავ ერთ რამას, მეგონა ძალიან მძიმე იქნებოდა მასთან მუშაობა, იმიტომ ძალიან მომთხოვნია, მაგრამ იმდენად აგვარებდა ამ ყველაფერს, რომ გვიოლებდა ამ სამუშაოს და საკმაოდ სახალისო იყო მთლიანად ამ ვიდეო რგოლის გადაღება. როგორც იცით, ამ ბოლო დროს მუსიკალურ სამყაროში ცნობილი მუსიკოსების პოპულარული ჩანაწერების თავიდან გამოცემის ტალღა აგორდა. ქართველმა მუსიკოსმა გია სალაღიშვილმა გადაწყვიტა ლეგენდარული ბითლსის კომპოზიციები არა მარტო თავიდან გამოუშვეს, არამედ მას თავისი ინტერპრეტაციაც გაუკეთოს. და ეს ყველაფერი თბილისში, სანო სტუდიაში ხდება. პროექტი დიდი ხნის უკანაც ვაკეთებდით ამას, მაგრამ მაშინ ქონდა ეგეთი ვერსია კლასიკურად გავაკეთე, რა. ახლა გადავწყვიტე, რომ პროექტი AC ჯაზის ფუნდამენტზე დავალაგოთ ბიტლების თემები, რა. რამდენიმე თემა გაღებული და ვცდილობთ იმის გაკეთებას.
რთულიცაა და პრეტენზიულიცაა, იმიტომ რომ ყოველთვის წინააღმდეგობაში მოხვდები, ვინც უნდა მოусმინოს რა ხა არ მინდა დავასახელო რა რომელიმე თემა ხო ბიტლების ყველას უნდა რომ ისე ესმოდეს დაუშვათ რა ტრადიციულად და სტანდარტულად და შე რაღაც თავაზობ აბსოლუტურად სულ სხვა ყოველ შემთხვევაში ესე ვცდილობ რომ შევთავაზო სულ სხვა ჟღერადობით და სულ სხვა მუსიკალური გადაწყვეტით რა თვითონ მელოდიურ ხას ხელს არ ვკიდებ რა იმიტომ რომ მართლა არ შეიძლება ბრილიანტებია იმის ხელის ხლება რა მაგრამ თვითონ რითმიული მხარის მიდგომა ჰარმონიული მიდგომა არის აბსოლუტურად შეცვლილი რა ეს სხვანაირი ესეთი სადაც ბევრი აკორდია გამოუხშირეთ რაღაც მოვაკელი აკორდები და რაღაც ნუ ესეთი ძალიან თავისებური მიდგომაა ინსტრუმენტები არის ძირითადად იქნება დასარტყმელი ინსტრუმენტები ბასი ვიბრაფონი შეიძლება იყოს მარიმბაფონი, ეგეც დასარტყმელი ინსტრუმენტია და შეიძლება ვიხმაროთ, რა ვიცი, აი ეფექტებისთვის კლავიშებიანი ინსტრუმენტი რა. ან შეიძლება სადმე ვოკალიც იყოს გამოჩნდეს რაღაცა ფრაზით, აი მით მინიშნებებით რა. თიკა ჯამბურიას მიშა მდინარაძემ ახალი სიმღერა დაუწერა, რომელსაც ასე ჰქვია სებია და რომლის ტექსტიც ძველი ებრაული პოეზიიდან არის ნათარგმნი. თიკა ამ სიმღერაზე მაესტროს ხმისჩამწერ სტუდიაში მუშაობდა. აი დაახლოებით წარმოიდგინეთ იკა რა, რომ აი 4 კედელ შორის ხარ შენ, ხვდები? და ვერ მიდიხარ ვერსად. აი რაღაც ეს ის კონდეს რა. განწყობა რა. მიუყვებამ ძვირას წემსი ცირიელთვის თხეს ოქროთ სურვილ ბალადებში სიყვარული თვლეს მიშამ ეს სიმღერა დაწერა ჩემთვის და ეს ამ სიმღერას შევსრულებ ჩემ სოლო კონცერტზე 1 მარტს. დიდი ხანია უკვე ვაპირებდი თიკასთვის რაღაც სიმღერის დაწერას და ალბათ რაღაცნაირად ჩემში უმწიფდებოდა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ სწორედ ეს სიმღერა ჩავთვალე რომ თიკასთვის იქნებოდა ძალიან კარგი ანუ საინტერესო ტანდემი იქნებოდა ეს სიმღერა და თიკა ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ამ სიმღერის იმიტომ რომ ეს არის შუა საუკუნეების ებრაული პოეზია ჯემალაჯიაშვილის თარგმანია ხოლო ავტორი თავად ამ ლექსების არის მოშე იბნ ეზრა ძირი უხმობს თხეს ძალიან კარგი სიყვარული ეს კვირა საკმაოდ დაძაბული იყო შემოქმედებით და ჯაბა ქარცელაძისთვის კვირის დასაწყისში მიმდინარეობდა გადაღებები მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე მოგონებებს უმღეროთ. შემდეგ კი ჯაბამ ახალი სიმღერა ჩაწერა. პირველ რიგში იქნება ლამაზი კლიპი და ალბათ შემდეგში ესეც თავის სიტყვას იტყვის და ჩვენ რაღაც ისეთის გამოყენებას ვაპირებთ აქ რომ ალბათ ისიც პირველი უნდა იყოს და ვნახოთ ამჟამად მუშაობთ ჩემი საყვარელი გელა გნოლიძის სიმღერაზე სახელწოდება ჯერ არ ვიცით მიმდინარეობს ჩაწერა და ალბათ ერთად ვიმუშავებთ ამ თემაზე მე გელა და ჯაბა ტექსტის ავტორი არის მანანა გურგენიძე ეს სიმღერა 3 თვეერად შევიძინეთ მაგრამ ველოდებოდით აი გელას თუ ვერ ხვდები რა გინდა რამე ინატრე არ მოიწყინო
მე გელსან ვარ ნამუშევარი ერთხელ, როდესაც იტალიაში მივდიოდი, მე მასთან ჩავწერე იტალიური სიმღერა და სწორედ მაშინ პირველად ვიმუშავე და ძალიან მომეწონა, ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო და იმედი მაქვს ეს ჩაწერის პროცესიც ძალიან კარგი იქნება. ზე ხაუშვებთ ჯაბას ალბომს, აი კიდე დაგვრჩა ერთი სიმღერა ჩასაწერი და უკვე უახლოეს მომავალში მზადდება ახალი პორტფელია ჯაბასი და შესაბამისად გამოვუშვებთ ალბომს და გვინდა რომ ეს ალბომი და კლიპი, რომელიც გადავიღეთ, ანუ პრეზენტაცია ორივეს ერთად შედგეს. ამ კვირაში დაიწყო ნინი ბადურაშვილმა მუშაობა ახალ სიმღერაზე, რომელიც მაია კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. მისი ჩაწერა სანასტუდიაში მიმდინარეობდა. ამჟამად მუშაობ მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე ისევ. ტექსტი ეკუთვნის მანანა გურგენიძეს, არანჟირება ბორიკო შხიანს, იწერება სანასტუდიაში და მუშაობს ლევან ლაზარეშვილი. ვიცი რომ ვერ გავაჩენებ დროს, ხედავ თენდება, უკვე თენდება, სასაული იწყება. ეს მეორე სიმღერაა, ერთად რასაც ვაკეთებთ და მთავარია იყოს ხმაზე და იყოს მონდომებული და დანარჩენი ბევრი მითითებები არ ჭირდება თვითონ ღერის თავისთვის მშვენივრად. გაგზავნება გზა მე ვფიქრობ, რომ აი არის უნიჭიერესი კომპოზიტორი და ყველა სიმღერა მისი რაღაც განსხვავდება, არც ერთი ერთმანეთს არ გავს. ამიტომ ესეც რაღაცა სხვანაირი და ძალიან კარგი გამოვა, მე ესე ვფიქრობ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.